ჰაი დილამშვიდობის მოგესალმებით ყველას სრულიად საქართველოს და ყველა მსოფლიოს კუთხის წერტილის იმ ადამიანებს ვინც მე ვიყურებთ როგორ ახართ მე აი როგორ ვარიცი რო არ დაგილებია და ნაბახუსებზე ხარ აი ვის ქონიეთ ეგ შემთხვევა დაახლოებით რო გითხრათ ეგრევა რა როგორ ხართ მეგობრებო რა შვებით გუშინ ვერ იყო ვიდეო შესაბამისად ნუ დღეს იქნება თუ შეიძლება ეს კადრები სხვა ვიდეოშიც იყოს არ ვიცი მე დედარაბდე იწავის მაგრამ მოკლედ არ იყო რადგან მე სტუმრებს ვსახურებოდი შესაბამისად ვიდეოს ატვირთვამდე ვიღა მივიდოდა ვერც ვერავინ აბა როგორ ახართ ახლა ყავა არ დამელევია მაღლა დედაჩემს ვთხოვ მომიტუღოს არაფრის თავი არა მაგ არა და ის უფრო დაიღალა და დილიშვიდიდან ფეხზია და მეც ვისავწიე თავი მგონი ვერავ პიროლზე დაურეკე დედა ბავშვი წაიყვანე მერტურა ბედნიერება რომ შემიძლია დაურეკო და დედა ყავა მომიტუღე ან რავი ნებისმიერი რამე ხო ამაზე მკითხეთ ეს არის გოგოებო რასაც მე სულ ვიყენებ უკვე საკმაოდ დიდი ხანია და არის საოცარი დამატენიანებელი რა ვიცი მე გირჩევთ ჩემიდან გამომდინარე ხა თქვენ კანზე როგორ დაჯდება მაგას მე ვერ გეტყვით მაგრამ არის საოცარი ძალიან ბევრი წას არ გჭირდებათ ახლა მე რო დავიდე და მივყევი ეგრე ნუ დაიდებთ მაინც და მაინც არის ძალიან კრემისებრი სტრუქტურა აქვს და ხო მოკლედ გადასარევი საღამო გამოვიდა ცოტა ვხელავდი სიმართლე გითხრათ იმიტომ რომ იდეალურად მინდოდა გამოსულიყო ყველაფერი რაც დავგეგმე და მე მიყვარს ერთად როცა ნებისმიერი დღე რაც ჩემთან არის რაც სტუმრებს ეხებათ გამოდის კარგი და ისეთი სასიამოვნო და ადამიანები მიდიან კმაყოფილები ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ხო და გამოვიდა ეს საღამო ძალიან მაგარი ხო ისეთი ამბები გამომიშრა ძალიან ხო და ამიტომ ძალიან კარგი იყო ძალიან სასიამოვნო იყო იმღერეს ცოტა ვიცეკვეთ იმღერეს მე ვხავდი ძირითადად მაგრამ ისე რომ ვთქვათ ცხოვრება იმღერეს ხო და ესე დასრულდა გუშინდელი დღე მე მოვიდა ჩემი მეუღლეც ცოტა მოგვიანებით დავსხედით მე და ჩემი მეუღლე ბავშვი ვისაუბრეთ კიდე რაღაცები მივირთვით ხო და დავალაგეთ ზედა ქვედა სართულებზე დავსირბილმა ანუ თამცენტრად ჩვეულებრივად აი გადახარისხება თებში შენიჭი გაჩები თუ რაღაცა ხო და ესეთი ამბები ესე ჩაიარა ჩვენმა დღემ საღამო უბრალოდ ხო და წავიდეთ ყავა დაველიოთ თორე ანუ გონი წელს ვერ აი რა კარგია ცოტა ახლოს რომ ვიყო კამერასთან დამრჩენია გადასანაწილებელი ხო საჩუქრებიც მოგვიტანეს ხო და დაგათვალიერებინებთ მაგრამ პირველ რიგში ყავა თორე ანუ გვამივარ მიშველეთ ამ ვიზუალით რამდენს ვფედავა ახლა ხომ არიცით რომ ლაპარაკო მოგესალმებით მეგობრებო აცაბაცა ვიდეოების რუბრიკიდან არ ვიცი რომელი დღეებში ჩაჯდება მაგრამ როგორ ხართ რა შვებით გადავწყვიტე რომ როგორც იქნა სახლი დავალაგო მაგრამ სახლის დალაგებამდე რა უნდა გავაკეთოთ ყავა უნდა დავლიოთ როგორც იქნა დაპატიჟა ეს ხო არ ვაჩვენებდე ხადე ნახეს და მოეწონათ ხო და რა უნდა გავაკეთოთ ზოგადად სახლის დალაგებამდე თავი მოიწესრიგოთ და ყავა დავლიოთ. ნუ ხა ვისაც უყვარს შეიდალიოს. როგორც იქნა ეს უბედური შტატივი გამოვიყენე, ჯიჯი რო ვიყიდე.
ეს დასამაგრებელი, ჰოპ, ეგრევე ტელეფონს გადაფხობთ, ჰოპ, აეგრე ვარდება, ხო და ავდექი და დავაბი. თოკებით მაქვს დაბმული, აი გადმოსაწევი, იმიტომ რომ სამწუხაროდ ვარდება ტელეფონი რომ მაგრდება, ვერ იჭერს, ანუ რა ვიცი, ხო და თოკით გადასარევად მაქვს მიკუსკუსებული. ხო და ეგეთი ამბები გოგოებო. რაიმე დედა შაქარდავარ გასასვლელი მიშველეთ. ახლა მიშველეთ, მოდი რა ვქნათ, იცით, ყველაფერი გამოვიყენო. ეს ყავაც მოსატანი გვაქვს, ყავა დიდად ხარობ რომ შაქარი, იმიტომ რომ ძალიან დიდი ხალხმა რაველობა რომ სუფებს ოჯახს აშინა. ვაიმედეთ. მოკლედ გოგოებო, სახლი კი არა, უბრალოდ ის მაქვს ჭურჭელი შესალაგებელი, ყველაფერი თავის ადგილზე, იმიტომ რომ მაღლა სართულზე რო იყვატანილი რაღაცები და არეცხილი გასუფთობ და აი ამის შელაგებამდე ვერ მივედი. სხვათა შორის ჩემი ზურგის ხერხემლის კამარს დავუბრუნდით სამწუხაროდ, იმიტომ რომ ძლიერ ტკივილებით დაგვეწყო. ხო და ახლა ყავა უნდა დავლო სიმშვიდეში და მერე გავიკეთო აუცილებლად გუშინ მთელი დღე მეკეთა და შედარებით თავს უკეთ ვგრძნობ. ეხლა რაც შეხება მეორე საკითხს. ესე იგი გოგოებო, დამიკავშირდა ერთი გოგონა, რომელსაც ყავს შვილი სახელად გაჩი და მალე აქვს ამ ბიჭუნას დაბადების დღე. დედამ მითხრა რომ არის სოცდაუცველი. მისმა თანაკლასელებმაო გადაიხადესო ცენტრშიო დაბადების დღეო. ხო და შესაბამისად ამასაც აქვს იმედია რომ ცენტრში გადავხვდე და ძალიან მეხოწებაო და ძალიან ნერვიულობსო. რის საშუალებას ფიზიკურად მე არ გამაჩნიაო, ფაქტობრივად ეს არის ბავშვის ოცნება, ცენტრში გადახდა. რისი ოცნების ასრულების საშუალებას სამწუხაროდ არ გააჩნია დედას. მითხრა რომ აქვს რაღაცა თანხის ნაწილი დაახლოებით 250 ლარამდე სადღაც ეგრე. დანარჩენი არ მაქვსო და რა თქმა უნდა 250-ზე ბევრად მეტი რო ჩდება კი ვიცით ცენტრები. ხო და თქმა რომ ანგარიშის ნომერი იქნებ დამიდოთო რომ რამენაირად ჩემს შვილს ეს ოცნება აუხდინო და დღეს დავდე დოდონას ბლოგზე ანგარიშის ნომერი, ასევე პირადი ნომერი და აქაც გამოვიტან პირად ნომერს და ანგარიშის ნომერსაც, ან რომელიმეს არ აქვს მნიშვნელობა და ძალიან გამიხარდება რომ თუნდაც 1 ლარს ან თუნდაც 50 თეთრს ვინმე ჩარიცხავს. მე მესმის თუ იმეს გაუჩნდება იმის კითხვა რომ ამდენი ბავშვია ვისაც ჭირდება ჯანმრთელობის გამო თანხები, მე ყველას მესმის მეგობრებო და მე ძალიან ხშირად ვერთვები ამ ყველაფერში, თქვენ ვინც იცით ძალიან აქტიური ვარ ამ ამბებში და ყოველთვის ვცდილობ რომ როცა მომწერენ გავაზიარო და რაღაცნაირად გვერდში დავუდგე. მაგრამ არის კიდე რაღაც საკითხები, რასაც გვერდს ვერ აუვლი, მაგალითად დედა რომელსაც უნდა შვილის ოცნება ახდინოს და ვერ და არ მინდა ბავშვი აი რაღაცნაირად აქედავე ძალიან დიდი სტრესით შეხვდეს ცხოვრებას, იმიტომ რომ ოცნება აქვს, ხო, ოცნება და აი ეს ოცნება არ შემიძლია რომ რაღაცნაირად გავატარო, ასე რომ ვთქვა და თუ კი მე შემიძლია რომ ჩემი გვერდი ამისათვის გამოვიყენო, რა თქმა უნდა აუცილებლად გამოვიყენებ, ასევე იმ ყველა ადამიანისათვის, ვისაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, ვცდილობ ხოლმე თვეში 2-ჯერ ან 1 ხელ დავდო ხოლმე მსგავსი პოსტი. ჩემი გვერდი არის იუმორისტული და არ შედის ეს ყველაფერი ჩემი გვერდის რაღაცა შინაგან წესებში, მაგრამ მე რაღაცას ვარღვევ, სადაც ადამიანს ჭირდება, ვარ იქ და ძალიან სწორად მიმაჩნია ეს. მოკეთ გამიხარდება თუ თუნდაც ძალიან მინიმალურს დაიხმარებით პატარა დაჩის, რომ ძალიან ბედნიერი დაბადების დღე გქონდეს. ამისათვის წინასწარ დიდი მადლობა.
მადლობა და ესეთი ამბები. მოდი ცოტა მივлაგდეთ იქით თუ რეალიზაური იქვა. ამბანას როგორც ხვდები გენაცვალა დედა მიმთმევი არ ახარ, წყალი აქეთ გადმოვდოთ. მაგდა, როგორ არ ვიცით. ჩემპიონატზე ვეუბნები ხო იცით მაგდაო. ვიცი დედიკოკლი. აი რა კარგია ხალხო ეს დიდი შტატივი. აკეთეს საქმე ჩანხარ. არსად დამაგრება არ გჭირდება პაწაწუნა შტატივი. კიდე კარგი ხალხო რომ დავაბი. მობილოც. რომ მივხვდი რომ დამება და სხვა გზა არ დამიტოვა, რა არ ვცადეთ ბატონო და არ ქნადა, ხა? რა საყვარი. აქეთ მხარეს მერე მივალაგებ. ის არის ცოტა გადმოსაწმენდები, მაგასაც მივხედა, ოღონდ მე ყავა მინდა, არ მაინტერესებს არაფერი ხა ყავის გარდა. რა ქვია ხმარტლი თუ რაღაცა. მე არ ვიყო, ეჭამ. აი ჩემები გიждებიან და ვერ გეტყვით. ეჭიქა ჩუქა ჩემო მეზობელმა და ისე გიждები, ისე მიყვარს. ესე 8 წელი ეს შიგნით ყვავილები დახტეს აქეთ იქით და არის უსაყვარლესი. ფოთლებია. კიდე. მე ფოთლის ყვავილია. კი ბატონო. კი ფოთლის ყვავილი. Დედინა საყვარელო. კი ბატონო დედიკო. დედიკო ოღონდ გათიშე მუსიკები, მარიამი, გათიშე. მეუბნები დედა გავთიშეო და მაგას კიდე აღმოვლებ და ვერანაირი გათიშოა მე არ ვიცი. წავედით ხალხო. ესე იგი მე და ყავა ვართ. ანუ რა საქმე დაგებლოკებაო ეს მუსიკა რო იყოს. კი დედა დამებლოკება. ერთი ფოტო ხარ გადავიღოთ ყავით. თუ იყო მაქსიმღერა, ხო იყო. თუ მუსიკა სიმღერებია. ხო დედა რა ვიცი დამებლოკება და შენ რაც გინდა ის დაუძახე შვილო. ასულეთია. წავედით, როგორ და შტატივი ხარ ვიცი 8 საათი. ვასწორე ხალხო და კი არ ვიცი ხომ თქვათ. არსად დედა. ეს მომართულია წასვლისაკენ, არსად არ წავედით და ყავის დალევის წუთი მაქვს და გადავწყვიტე რომ აი ესე ვიჟი და სოკოსავით. ხო, შემცირდა. ძალიან შორს დევს სავარაუდოდ, ასე ვთქვათ, შტატივი, ხო არ მოგწიოთ. დედიკო, კაი, ამას დავტოვე. მგონი ოდნავ მოწევა სიმსახურებს ჩვენი შტატივი. აი სუსუ ოდნავ. მოიცად გოგოებო. არ ვიცი რა არის, მაგრამ მგონი უკეთესია, წაღან ძალიან შორს იყო. რა შვებით მოკლედ გოგოებო, ეხლა როგორ ჩაიარა თქვენთვის ამ ახალწლებმა ვის რა გქონდათ ისეთი სასიხარულო ამბები ვინ გაიგეთ მაგალითად ამ ახალწელს რომ აი თუნდაც თქვენი ის დღე ძალიან შეცვალა ან ვაიმე და ცხოვრება შეგიცვალათ რა გაიგეთ ისეთი ან აი რა ემოციები გაქვთ ძალიან მაინტერესებს ან ვინმე რაღაც ისეთ ხო მოიგეთ ყველაფერი მაინტერესებს და დაიწყეთ ახლა დამიწერეთ რა და როგორ ძალიან გამიხარდება მოკლედ ვფიქრობ რომ ჯერ არა მაგრამ სანამ სამსახურში გავალ რამდენიმე ლაივი მოვცხოთ რამდენიმე ლაივი მოვცხოთ და როდის ოღონდ არ ვიცი, მაგრამ რა თქმა უნდა, ხო, თორე დაიბლოკება არ უნდა ჩართოდე. არ უნდა წეს ლოკ კამერნა მეკეთოს, მაგრამ მოდი ხარ. ები თუ გიტა სიმღერები დაუძახეთ.
ჩემო სიცოცხლე, მოკლედ, ჩემი შვილი არ იხდის თავის წითელ კაბას ხალხო. იმდენად არ იხდის, რომ უკვე მხოლოდ შიგნიდან და გარედან უცხლის და კაბა ისე უცხლელად რჩება, ზედ არ იხდის. მუსიკები დავუჯახე. რა თქმა უნდა, დედიკო. თუ გინდა. და მივიღებ რჩევებს, როგორ გავხადოთ კაბა. ანუ ჩვენ არ ვიცით და თქვენ ვინმე თუ მეტყვით, როგორ გავხატო შვილს კაბა, მივიღებ, ესე იგი, ყველანაირ რჩევას. აი კატეგორიული წინააღმდეგია ის კი არა, აი ღამეც კი სიზმარში კაბაკაბას გაიძახის რადე. ხო და არ ვიცი რა გვიშველება კაბასთან დაკავშირებით. მოდიდან. ვერ გეტყვით. მოდი. ვაიმე როგორ გიხდება ვარდისფერი, დედიკო. არ ჩამოწიო, აი ასე უნდა გქონდეს და ძალიან გიხდება, თქვენ რას ფიქრობთ? ფიქრობ, რომ ვარდისფერი ძალიან უხდება. წადი ხე ითამაშეთ. ხო და მოკლედ მითხარით ახლა რა გაიგეთ, რა საჩუქრები მიიღეთ, რა საჩუქრები გაეცით. ხო და ყველაფერს სიამოვნებით წავიკითხავ, მოკლედ ამ თემასთან დაკავშირებით. ხო, საჩუქრების ნახვის დროც მოვიდა, ოღონდ ჯერ ცოტა ყავა მივირთვათ და აუცილებლად დაგათვალიერებინებთ მარიკოს ხორმობა და იზარება. ხო და იმას ვქნათ რა ქვია. გაცით, ყავას ზოგადად არ უნდა შეუბეროს სულიო. ესე ამბობენ. ხო და რატო კი არ ვიცი, მაგრამ ადრე გამიგია, ვინც ყავისტები იყვნენ და აი ძალიან ისე რომ არ შეიძლება ყავას შეუბეროს სული. მოკლედ დედა ახლა წასულია, თავის მეგობარი უნდა ნახოს, გაისერნებენ, ალბათ კაფეში ყავას მიირთმევენ, არ ვიცი. ხო და ვინც რაკო? ხო და ლუბაბებო? ლუბაბებო არა შეყვარელი. აბა რაკო? ხო. როტო. ხო დედა მაჩუქა ჩანთა. მარიკო ჩანთა მომიტანე საყვარელო. ესა? აი მე დედა დაიბი. კარგი, ეგეინც მომიტანე ყველაფერი, დემიდი, ნელა არ გატეხო საყვარელო, მომიტანე, ჯერ ერთი მოიტანე, გაგიტყდება. ჯერ ერთი მომიტანე საყვარელო, მიდი დანარჩენებიც მომიტანე ლამაზო. ნელა არ წაიქცე, მეორეც დედიკო. ჩამოდი საყვარელო, ჩამოდიდე, მოდი საყვარელო, მოდი. მესამეც მომიტანე ჩემო სიცოცხლე. კარგი, ნელა საყვარელო, ეგ მჩატე, არაფერი მოგივა. ჩამოდი დედა საყვარელო, ნელა არ წაიქცე. მომეცი დედიკო და ის ყაწაწუნა ჩანთაც. ხო დედიკო, მომიტანე. დიდი მადლობა დე. მადლობა დიდი. მადლობა. უი დედა, შენი ჟილეტი ჩემთან რატო დევს ხომ არ იცი? და არა მხოლოდ ჟილეტი, საიდან მოხდა შენი მისინი, რა ქვია? აი, ამებს მე დაგათვალიერებინებთ ცოტა ხანში, მანამდე მოდი ცოტა სული მოვიწყდეთ. ეგ შენია დე. ეს ბოშია შენია, ძე თავისი. დედიკო, წადი მანდარინი მომიტანე თუ შეიძლება. ხო, რა დე, მანდარინი ერთი ცალი დედიკო. კი დე, დიდი მადლობა. წელს სხვათა შორის საკმაოდ ბევრი საჩუქარი მივიღე, ანუ აი რო გადავთვალოთ, კარგად ბევრი, ჯერ დედამჯაღობით არ რამდენი, მაგრამ ზოგი ვიჩუქე, ხო და გადასარევად მივიღე ძალიან ბევრი საჩუქარი, ეს ძალიან მნიშვნელოვანი რა. როგორი კეთება? მე დედა ეს ნაგავისად დავყარო შენეგა თქვი ახლა. ძალიან ლამაზი, ვანცი ნაგავში. გვანცი კი არა, შვილო, ისადა მაქვს ვერცხლის სამკაული.
დედა საჩუქრე ძალიან ლამაზი საყურეები, ჩემმა უახლოესმა ადამიანებმა, რომლებიც სამსახურიდან მსტუმრობდნენ. ძალიან კარგი საჩუქრები. აუ, სხვათა შორის ჩემმა დედამთილმა აჩუქა, დედა ჩემს, ისეთი ლამაზი რაღაცები ჩასაყრელია, ანუ სამურაბეც არის, რაღაცა ტკბილეული სნექებით შეგიძლია. ისეთი ლამაზი, სადიყიდე. გამიკურდა ძალიან, ისეთი ლამაზი იყო, მეთქი სად მიაგენი ამას. ეს თვალებია. ხო და ესეთი ამბები გოგოებო. დღევანდელი დღე სიმყუდროვის. გადასარევი მზე არის და დედიკომ ისეთ ხლად ჩავიციოთ ხელი კაბა და რაღაცეებიო, რომ თავისუფლებაზეო გავიყინე ისეთივაო, რომ აი კბელელი ესე ვშრებიო, რამ ჩამაც. რა ვიცი, აქ მათო მზე იყოო და რა გითხრა დედა მე ვთხარი, რატო ჩაიც. ორი ბიჭის არის. რა არის დედავითო მცივანა არისო ხოლმე. ორი ბიჭის არის. მაგრამ მიეჩვია ათენის კლიმატს. ეხა იქ სად არის გიხოცებს ისეთი ყინვები. ხო დაიხოცა ხალხი იგი ყინვები რო იყოს. როგორც საქართველოში იცის, რა თქმა უნდა, არ არის და ამიტომ გადაჩვეულია დედა მცლად ასე გამყინვარებებს უკვე. მე არ ვიცი რატო ხალხო, მაგრამ დოდოდას ვიდეოებზე არის კაი ლანძღვები და რამ შეგაწუხა და ასე გამწარებით ერთი გამაკეთეთ. აგერ სადმე გამოვყრია კომენტარებს, რა გინდათ ხალხო და რა სხვა მიატყით. ვინჩემ მსახიობის დიპლომი მოგცაო, შვილო. მსახიობის დიპლომი გასცა არა მხოლოდ ერთმა ვიღაც პიროვნებამ, ძალიან ბევრმა ადამიანმა დაწერა საბოლოო ნიშნები, რითიც გადმომეცა დიპლომი. მისა. არ ვიცი, ერთი ალბათ 14 კაციანმა ჟიური. მისა. ამიტომ სანამ ვინმეს დიპლომებს შეეხებით, სანამ ვინმეს განათლებას შეეხებით, სანამ ვინმეს რამეს შეეხებით, მერე ხო, უნდა ჩაგახტეთ ვიღაცა ხახაში თქვენი უზრდელობის გამო, თქვენი დაუმსახურებელი რაღაცების გამო და მერე გიკვირთ. რატომ ვილანძღებით? ამიტომ ვილანძღებით. იმიტომ რომ თქვენ არ გაქვთ უფლება ასე არაკორექტულად, ან ვითომ კორექტულად თქვენი ჭკვით ლანძღოთ ადამიანები. რაც მე ტაში მიმიღია, სულ ვიმეორებ ხოლმე ჩემი ცხოვრების მანძილზე. ცხოვრებაში მაგის ნახევარი, აი ვინც მიწერთ, არ გექნებათ მიღებული. იმდენი წელი სცენაზე ვდგავარ. ვინ ახარ, ვინ მიგდიხარ, რომ ლანძღავთ ხალ. რა გინდა თორე კი, ხა? აი ეგ დოდონა იყო. ზუსტად. რომ მოეწონათ და ტელევიზიებში მიმიწვიეთ, თორე გვანცა იქ არავის არ აინტერესებდა დამიჯერეთ. ამიტომ ვაცადოთ ადამიანებს საქმის კეთება. თქვენაირი ჩუნგები ახლა ყოველთვის არსებობდნენ და იარსებებენ, ახლა ეგ დაუწერელი კანონია. მაგრამ არასოდეს გაგიკვირდეთ უკან მობრუნებული სიტყვები, იმიტომ რომ მზად ვართ ყოველთვის დაგიბრუნოთ თქვენთვის გასაგებ ენაზე პასუხი. ახლა სამამდე დავითვლით და გაქრით. დავითვალე უკვე. იმედი კიდია გახართ. ეს მამისებია. დედა არ წავიღეს ჭვიდიკაც. რა გადავეკიდეთ. შენი იყოს. ჩემები? კაი. დედი ეს კაკალების გამახსენდა. მე არ ვიცი თქვენთან როგორ ხდება, ხა ვინც ვლოგებს იღებთ. ასეთი სტილის და ტიპის ვლოგებს ხარ, როგორც მე მაქვს და ძალიან ბევრს კიდევ.
რამდენად ხდება ახლა თქვენთან ეითი მე ვერ გეტყვით, მაგრამ ეთყობა რაღაცა არ ვიზუალზე არ მოვწუდ არა მხალს, რაღაცაშია საქმე, იმიტომ რომ ან რაღაცა ჯადო აქვს გაკეთებული ჩემთან დაკავშირებით, არ ვიცი, მაგრამ კარგად მხდება ვირისგან წიხლების ხვატაშორის ჩემთან გასაკვირად. ამ დროს მგონია რომ არაფერს არ ვაშოვებ და მაინც. ხო, თან ეს ერთი განსაკუთრებით ხშირად ჩანს ხოლმე ჩემს კომენტარებში. არ ბლოკა. დაიყოს და გასკდეს. დავიწყოთ საჩუქრების დათვალიერება. ჩანთან რომელიც უიდა რა კაი ჩანთაა ეს ვისია თქო და დედამ ჩემი იყო და კაი შენი იყოს. ასე რომ მე ჩვევა მაქვს. რა თქმა უნდა არაფერი იძებოდა, იმიტომ დედასაც ეს ჩვევა აქვს. ყველაფერს ამოწმებს, ან მაგააჩუქებს, ან რა ვიცი, ნების გადააგდებს, ან ასე შემდეგ. აი ტროსები რო არის, ხო იცით, მოიცეთ ახლოს მოვიდე, მგონი ჯობია, თუ შტატივი მოვწიოთ, მოიცე გოგოებო. რაღამე მოვიდე, შტატივი მოვწიოთ. აი ასე. ხო. ეს არის იასამისფერი ჩანთა, ძალიან ისეთი საყვარელი და კომფორტული პაწაწუნა. ეხლა ამაში რა თქმა უნდა მე რო კონტეინერები დავდივარ და საკვებით პატარა კონტეინერი დავდივარ დისკი ჩაეტევა, მაგრამ ზოგადად დიდი მოცულობის არ არის, როგორც ხედავთ, ტროსებს რო ეძახდნენ და ეძახიან უფრო სწორად აი ისეთი ის აქვს გადასაკიდებელი, როგორც იცით მე ხშირ შემთხვევაში ესე მაქვს გადაკიდებული, ამიტომ ჩემთვის ძალიან ზომიერი ტროსი აქვს. ხო და მოკლედ. რა დედა? რა გამოცვალე? კარგი გოგო ხარ. შემდეგი. ეს რა არის? ხო, ეს მე დედა კარგი ის არის შესაძლებელი. ამაში კიდევ იყო დიდი შოკოლადები და უკვე ამღებულია, მაგრამ ეს არის მანამოს ისაწმენდი, არის ვაიმე ხალხო, ისეთი რბილი და ისეთი რაღაცნაირი თან თითქოს უხეშია აი ეს ზედაპირი, მაგრამ მთლიანობაში ძალიან ესთეტიური და ძალიან მომეწონა. ამას რა თქმა უნდა აუცილებლად გამოვიყენებ. თან ნახეთ ფერები როგორი საყვარელია და როგორი ლამაზია. ძალიან მომწონს. მარიამ რატო საუბრობ ისე ვითომ იყო ახალდაბადებული მითხარი დედიკო? შენ ძალიან სწორად იცი საუბარ და მე ხო იცი არ მიყვარს ენის მოჩლიქით საუბრები, ანუ ჩვეულებრივად ვიცრები ეგეთება. მე დედა საკრა უნდა ეს ვისი კუტრა ჩვენი. კობასია. ხო. შემდეგი არის აი ასეთი, რომელიც ასევე ძალიან მომეწონა ამ დაგვარ სტილში. ვიყიდე მე თვითონაც აი ასეთი, ოდნავ სხვანაირია, მაგრამ ანუ სტილს გეუბნებით სნექებისათვის რა. ვიყიდე, რომელსაც აქვს 6 გაყოფილება და შეგიძლიათ რომ მთლიან მაგიდაზე აი გადაბმულად დადოთ. ეს არის 4-იანი, რომელიც ისედაც გადაბმულია. თავისივე ის მოყვება ხის დეტალი. აი ასეთი, რომელიც მაგრდება და ახლა ვერ დავამაგრებ, იმით არის დასაჭერი, აი ასეთი შუაში ის ხის და ჩვეულებრივად ერთად იდგმება და არის ძალიან საყვარელი და მე საერთოდ გიждები გავს რაღაცებზე. არ მიყვარს სტანდარტული აი თებშები და რაღაცები, მიყვარს აი სულ რაღაცნაირი მიხვეულები, სხვადასხვის დედასაც ძალიან მიყვარს. შემდეგი, აი მე ხალხო ვერცხლის იმას ვეძებ სამკაულზე, ეთყობა სხვაგანაა ჩადებული და გავგიждები გადამეკარგოს. არა მახსოვს რომ სადღაც ჩავდე მოკლედ. შემდეგი გახლავთ ტანის მოვლის საშუალებები.
ნახეთ გადმოვიდოთ. მოკლედ, ერთი გახლავთ დაბანის პროცესში დასასხმელი და მეორე უკვე დაბანის შემდგომ წასასხმელი და ვფიქრობ, რომ იდეალურად გამოვიყენებ, იმიტომ რომ მე ძალიან მიყვარს მსგავსი რაღაცეები და არის ხოლმე მომიტრო მზარება და მეჩქარება მაგალითად. მაგრამ ხშირ შემთხვევაში მაინც ვიყენებ ხოლმე მსგავს პროდუქტებს და ესეც ჩემი საჩუქრები. ვერცხლის სამკაულს ცოტა მერე მოვძებნი. სავარაუდოდ მაღლა დაგვრჩა, მაგრამ ჩამოვიტანთ. ესეც ასე. ხო, აქ შოკოლადები და რაღაცები იყო კიდე კაცო. უამრავი. დედა. ხო, დე. ქორომიტანი. კი, დედი, ქორომიტანეს. რა თქმა უნდა ის უი აგერ ყოფილა ხალხო თქულა ნერვიულა მე ხო მოიცად როგორ ჩამიდია გადავიდიე ეს იდეაში მარიამს მოუტანეს სიმართლე გახსოვხლა მე ვიძახსო ვარ ეს მარიკოს მოუტანეს მაგრამ ნუ შეგვიძლია ჩვენს ახლავედე უოლა არის ვერცხლი და მე ვერცხლებზე ტვინი მეკეტება და ასევე მეკეტება ტროსებზე, აი ტროსის ის რო აქვს. რა დედიკო? ეს არ გინდა? გინდა დედიკო. აქვს ნახეთ როგორ აქეთ მხარე, ორი მხარე აქვს. ორივე შეგიძლიათ რომ გამოიყენოთ და ასევე აქვს ეს მხარე და ასევე ამ მხრიდანაც შეგიძლიათ გაიკეთოთ ორივე ასე ვთქვათ მხარი აქვს გამოსაყენებელი. მოდი აბა გავიკეთოთ. რადგან მარიკოსთვის არის გათვლილი ვფიქრობ შესაძლოა პატარა ზომა იყოს. მე რატო ვერ ვიკეთებ? უი არა. ძალიან ლამაზია, ძალიან მომწონს. ანუ ძალიან აქტიურად გამოვიყენებ და ჩემი ზაყვარელი. ხო, რაღაცა თითქოს ის ჩანდა, რა ქვია. რატო ვიხსნი ახლა ამას? მე ვეცნა მომიშალოს. რატო არ იხსნები შვილო? თით სატყობ? ეს რა ქცევა უკაცრავად? ამე ხوار გეშლება შვილო. მე ვერ დავიო. ვერა. დავიო. ასევე დედამაჩუქა მარიამს არის ვერცხლი თუ მერხიორი თუ რაღაც არ ვიცი აი რაღაც მოკლედ ზუსტად არ მახსოვს თავისი ძალიან პაწაწუნა კულონი მოყვება ესეთი ხო და რა თქმა უნდა შევუნახავ და როცა ემდომება და როცა იქნება შესაბამის ასაკში რომ უნდება ამის გაკეთება მერე გადაინაცვლებს მარიკოსთან. მოდი აბა ჩემთან დედა. მოდი რა გაჩუქაბებო ვნახოთ. ესეც ავიღოთ, მოდი დე, მოდი ჩემ. მოდი, ნელა მოდი საყვარე. მოდი ჩემო სიცოცხლე. მოდი დე, მოდი. წყალი გინდა? გინდა? მოდი, დარიე. ვაიმე რა ვქნა ეს რა მაგაკ აღი ვაიმე დედა თმა გამოგედოდე მაცადე პეპელაში თმა ეპლანდა მერთო მსგავსი არაფერი მინახავს მოიცა დედიკო ჩემო ლომოჯო სიმართლე გითხრათ ამ საახალწლო რაღაცე მოკეთ ცოტა თავი მომაბეზრა და დამღალა ამიტომ რამდენიმე დღეში ვფიქრობ რომ უკვე ჩავაბარგო თავის ადგილას, იმიტომ რომ ცოტა თვალი დამიღალა, ანუ 19-მდე ხო უნდა ალაგდეს და მე ვფიქრობ ცოტა ადრეც ავალო. აი დედა. კი, ჩავდოთ, კარგი დე რო არ დავკარგოთ, ხო საყვარელო? მოდი. მომეცი საყვარელო, მოიცადე დედიკო. აი მე ეს ჩემ აქეთო რომაჩკა გვასო, ხო გასოთ სუროზედ მიკეთი ხალხო. აი ბლანდა ეს ჯაჭვი ერთმანეთში და ვერაფრით ვერ ვხსნი. ხო და დავდე და რა ვიცი იქნებ ვინმე გამიხსნას ოჯახის წევრმა უფრო დედა
დედა ვფიქრობ, მაგ მიმართულებით ძლიერია და დედას უნდა მივმართოთ ყველა ვარიანტში მაგისათვის, იმიტომ რომ არაფერით ვერ გავხსენი. რა, დევა ჩვენოთ? ჩვენ რითი დავდივართ გეტყვით, მარიკოს შანთა 1. მარიკოს შანთა 2. აქეთ აღარ უდოს და იქ 1-7 დანარჩენი. მაგრამ აქტუალური რაც არის და რასაც ხშირად ვატარებთ, უფრო შეგვიძლია აი ეს 2 გამოვყოთ. ეს ძალიან მომწონს, რაღაცა გიბალოთ და მეც კი ვატარებდი სიამოვნებით. უბრალოდ ძალიან პაწაწუნა ბაიებისთვის არის განკუთვნილი. უკვე ჩემი ჩანთა, მილიარდი ჩანთა მაქვს და საკომუნიკაციო კიდე რო ჩანთა კიდევ გიждდებიო. ახლა აქვე დაგემშვიდობებით, დიდი მადლობა, ვინც მიყურეთ, ვინც ხართ აქტიური, ვინც არ ხართ აქტიური და მეინც მიყურებთ. რომელიდან? ეს ხო არ იყო საყვარელი? აი ეს იყო ყავისფერი, და გინდა? აბა რომელი იყო და? აი მეგრო პაწაწუნაა, ნახედე. მოგეთ ყველას ძალიან დიდი მადლობა, ლაივები ფიქრობ დავგეგმო, სანამ დედა აქ არის. ხო, სანამ დედა აქ არის და ძალიან რომ მარიკოს მიხედოს ხოლმე. ძალიან კარგი იქნება და ვფიქრობ, მაღლა მე-4-ზე დავგეგმო ყავასთან ერთად ლაივი. ცოტა ისეთი ამინდი შევარჩიო ნელ-თბილი, დღის საათებში შემოვიდე ღამე ვერ. მაგათაც დღეს კარგი ამინდია. იქ მაინც ცივა, მაგრამ რაღაცა პლედმოფარებული ძალიან კარგი იდეაა, რომ იქ მქონდეს რამე. თუნდაც ვიდეო გადავიღო და არ იყოს ლაივი. ხო და ნახოთ, რაღაცები დავგეგმოთ. ძალიან კარგი იქნება. ჩემი რა გამოვაღო და? ის კარადა. ვაიმე, ყველაფერი იცის, სად რა ალაგია. ყველაფერი იცის. მოკლედ, დიდი მადლობა ვინც მიყურებთ. ძალიან დიდი მადლობა.